მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა ლაბორ 22 სიცოცხლის ფორმულა. მე კი მისი წამყვანი თიკა მშულდაძე ვარ. დღეს ვისაუბრებ ძილზე, თუ რა არის ძილი, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი ორგანიზმისთვის და როგორ მოქმედებს ტელეფონი ძილზე. ძილი არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეული ისვენებს, ხოლო ტვინი აქტიურად გადაამუშავებს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას. ძილი მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციონირებისთვის და მეხსიერებისთვის, ფიზიკური რესურსების აღდგენისთვის და იმუნური სისტემისთვის, ემოციური სტაბილურობისთვის, ჰორმონებისა და მეტაბოლიზმისთვის, გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის, ზრდა განვითარებისთვის და კონცენტრაციისთვის. თანამედროვე თინეიჯერების უმეტესობა ძილის წინ იყენებს ტელეფონს, რაც უშუალოდ ძილის ხარისხზე აისახება. ტელეფონის ეკრანი გამოყოფს ეგრეთ წოდებულ ლურჯ-შუქს, რომელიც მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც გამოყოფს მელატონინს. მელატონინი ეს არის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმს სიგნალს აძლევს, რომ დასვენების დროა. როდესაც ლურჯი შუქი აინთება, ტვინს გონია, რომ ჯერ კიდევ დღეა და ორგანიზმს არ ამზადებს ძილისთვის. გარდა ამისა, ტელეფონის გამოყენება აქტიურებს ტვინის სხვადასხვა ზონას, ემოციას, ყურადღებას, მოლოდინს, რაც აფერხებს მოდუნებას. ეს განსაკუთრებით რთულია მოზარდებისთვის, რადგან მათი ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. გარდა ამისა, მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის წინ ტელეფონის გამოყენება დაკავშირებულია ძილის ხანგრძლივობის შემცირებასთან, ემოციურ არასტაბილურობასთან, დილის დაღლობასთან და ყურადღების დეფიციტთან. დღეისთვის სულ ეს იყო, მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.